ალბათ არ არის თქვენთვის ადვილი დღე. პროკურატურამ უკვე ბრალი წარგიდგინათ, თქვენი დაკავება დღეს არ მოხდა, თუმცა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა გემუქრებათ ან დიდი რაოდენობით ჯარიმა. როგორი იყო გამოკითხვის პროცესი? ვინ ესწრებოდა? იყო თუ არა თავად ეს მოძალადე ტიტუშკა თქვენთან ერთად წარმოდგენილი და როგორ მოხდა ისე, რომ საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურამ, რომელსაც, სამართალდამცავი ქვია წესით, თქვენ უდანაშაულო ადამიანი და ნამდვილი დამნაშავე თანაბარი რაოდენობით უნდა გაგასამართლოთ. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოუცხადო და თავისუფლება უსურვო ნიკამელიას. რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, დღეს გუშინ ამერიკას და მითხრეს, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და თურმე პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. დღეს ჩამოვედი ქალაქ სამტრედიაში და გავიგე, რომ 162 პრიმა მუხლით არის ეხა გამოძიება დაწყებული, რაც ითვალისწინებს საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას. ხო, წარმოუდგენელი აბსურდია, თქვენ უშლიდით ხელს ნიკამელიას საარჩევნო კამპანიაში? ნიკამელიას ეხა საარჩევნო კამპანიაში ხელს უშლიდი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი მოახდინეს, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ნავში ჩავსვან, ჩვენ და მოძალადე ეს შერჩევითი სამართლიდან არის გამომდინარე და გამოწვეული, იმიტომ რომ 2 წელია გასული მომხდარ ინციდენტიდან და აქამდე არავინ არ ყავდა ამ ამბავზე შეწუხებული. თურმე აქამდე ვერ მოხერხდა მოძალადის იდენტიფიცირება. აი თქვენ ხო კარგად იცით, ჩვენ შემთხვევაში წუთიც კი არ ჭირდება წამებში ყველაფერი გარკვეული აქვს. შერჩევითი სამართალი არის ამ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილმა ეს ტენდენცია დაამკვიდრა და შეგუებულებიც ვართ ჩვენ და სამწუხაროდ. ცოტნე, როგორი იყო თვითონ დამოკიდებულება სასამართლოში? მე დარწმუნებული ვარ, რომ როცა ადამიანები ერთმანეთს პირისპირ ხედავენ, იქ ჟესტების ენაზეც შეიძლება გამოცნობა. ეს იმდენად აბსურდული საქმეა. ჩვენ არა ვართ მოკლებული აბსურდულ საქმეებს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ თქვენ ახლა ნამდვილ დამნაშავესთან ერთად, თავდამსხმელთან ერთად ბრალს გდებენ საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლაში, საკუთარივე საარჩევნო კამპანიის ჩაშლაში. როგორი იყო თვითონ პროკურორების გამომძიებლების მოგახსენებთ ზოგადად ეხა ცინიკური ამბავია და ცირკთან მქონდა საქმე და თვითონაც ხვდებოდნენ და კარგად იაზრებდნენ ამას. დამოკიდებულება ეხა ჩვეულებრივი როგორც ყოველთვის აქ როცა მოვდივართ და ხშირად მოვდივართ, დამოკიდებულება ყოველთვის სხვანაირი ხდება. თუ იციან თვითონ რა ფსკერთანაა საქმე. მე და მოძალადე ერთ საქმეში გაგვაერთიანეს და ერთი ბრალი წაგვიყენეს. ისინი ცდილობდნენ ამ დღეების განმავლობაში, რომ მოწმედ გამოვეძახებინე, ამ დროს განუცხადა მე რომ მაგის მოსამართლესთან დავიკითხებოდი და შემდეგ გადამიკვალიფიცირეს. მოძალადე გუშინ დაუკითხავთ და განაცხადა რომ თურმე ის ეხლა დღეს მას დღეს პრეტენზია აღარ აქვს. თუმცა ეს ხო მასზე არ არის დამოკიდებული ხალბატონოთია, ჩვენ ხო კარგად ვიცით. ჩვენ ბექა გოსირიძის ისტორია შეგვიძლია გავიხსენოთ, როცა თორნიკე თოშხოა. უამრავი ფაქტი გვაქვს და შეგვიძლია ვიმსჯელოთ და აი ალბათ დღეები დაგვჭირდება მსგავსი ამბის ჩამოსათვლელად. ეს მათზე არ არის დამოკიდებული. არც მასზე იყო ნიკამელიაზე თავდასხმა დამოკიდებული. მას უთხრეს, დაუკვეთეს და შეასრულა. ესეთი მსგავსმა დამკვეთებმა და შემსრულებლებმა უნდა იცოდნენ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში დამთავრდება და მათ პასუხისგება მოუწევთ სამართლიანი სასამართლოს პირობებში. არც ერთი დამნაშავე არ დარჩება დაუჟელი. არც ადგილზე ინციდენტის დროს და არც მას შემდეგ. ყველამ უნდა გაითავისოს, როდესაც ადამიანზე თავდასასხმელად მიდის, რომ მას აუცილებლად დახვდება მეორე მხრიდანაც პასუხი. ეხლა რაც შეგვიძლია ჩვენ ამაზე მოკლე დასვნა გავაკეთოთ და ჩემი ვარაუდი რაც არის 2 წლის შემდეგ რატო გამოიტანეს ეს თემა. ეს არის საინტერესო სწორად. ხო, ბევრი მსჯელობიდან მსჯელობის მერე ერთ ლოგიკურ დასკვნამდე მივედი. ქართული ოცნება ეხლა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში რამხელა რეპრესიებს ატარებს საკუთარ მოქალაქეებზე, ეს ალკე საკითხია და ამის განხილვა არ ცხრის და დროის ხარჯვა ამაზე. თუმცა დარჩა ხალხის რაოდენობა, რომელიც არის შეუგუებელ ბრძოლაში რეჟიმთან. შეუგუებელი მებრძოლები უნდა დასაჯოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. ბიძინა ივანიშვილს არ ჭირდება ახალგაზრდები ამ ქვეყანაში, რომლებსაც ეკნებათ განსხვავებული აზრი. მათ შორის საკუთარ თავსაც მოვიაზებ ამ ახალგაზრდების რიგებში. ყველანაირად ცდილობენ ჩვენ შეფერხებას, ჩვენ დაშინებას, დაშანტაჟებას და მათ გონიათ, რომ მსგავსი რეპრესიებით ჩვენან გავრჩერდებით, ამ ბრძოლიდან გავიწევით და რაიმე სახით ჩვენ შეგვაფერხებენ. ეს ხო შეუძლებელია, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია ხალბატონოთია. რისთვის ვართ ამ ამბავში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაუბრუნოთ ევროპულ რელსებს, ამ ქვეყანაში იყოს ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიული მართლობა და შერჩევითი სამართალი დავასრულოთ. რასაც ქართული ოცნების პირობებში უბრალოდ ვერ შევხვდებით. ერთადერთი რაც ქართული ოცნების პირობებში არის შესაძლებელი, შევხვდეთ შერჩევით სამართალს. თუ ქართულ ოცნებაში ყავს ვინმე, შენ დარჩები ხელშეუხებელი, მაგრამ საბოლოო არაფერი არ არის ამ ქვეყანაში, ყველაფერი წარმავალი.
მათ უნდა ესმოდეთ, რომ დღეს და ხვალ თუ არა, ისინი აუცილებლად კანონის წინაშე კაც პასუხს აგებენ. აპირებთ თუ არა სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას, ცოტნე, ჩემი შემდეგ კითხვა ეს არის და როგორ წარმოგიდგენიათ, რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ ახლა თქვენს წინააღმდეგ? არის ორი ვერსია, ან მაღალი ჯარიმა, ან ციხე 2 წლამდე. თქვენ და ყველაფერია მოსალოდნელი, ხა რო გითხრათ, რომ გამამართლებენ თქო და რაღაცა შეამსუბუქებენ, ამის ილუზია არ მაქვს, ნამდვილად არ მოველი ამ მსგავს რაღაცას, თუმცა აქ ორი ამბავია, ერთი ჩვენ რისი წამს და მეორე რისი გაკეთება შეგვიძლია. ქართული ოცნების პირობებში ახლა სამართალს აი ვერ იპოვი უბრალოდ და მე მივიღებ გადაწყვეტილებას პრაგმატული და გონივრული აზრით, რაც იქნება ჩემი ბრძოლის მეთოდებისთვის უმჯობესი და ზოგადად ვფიქრობ, რომ ქართულ ოცნებას დააზიანებს. ბრძოლის მეთოდები ხანდახან იცვლება, ხანდახან ფორმას იცვლის და ჩვენც ანუა უნდა ავყოთ ყველანაირად და მე არ მინდა ამ ბრძოლიდან გამოდიშვა, მე მინდა ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა, ეს იქნება ციხეში თუ ეს იქნება თავისუფლებას. ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა გადის შეურიგებლობაზე და არ თანამშრომლობაზე. და არ თანამშრომლობა და შეურიგებლობა მოდის მხოლოდ და მხოლოდ გულწრფელ ბრძოლაში და არ ვიცი, ყველაფერს შევეცდები, მე ყველანაირად ვიბრძოლებ. სამართალს დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ვიპოვი, თუმცა გაჩერებას მაინც არ ვაპირებ. ამ ბრძოლიდან გასვლას მაინც არ ვაპირებ და რა პირობებში უნდა მომიწევს ქართულ ოცნებასთან ბრძოლა, სანამ ჩემი მეგობრები საპატიმროს არ დატოვებენ, სანამ ეს ქვეყანა არ გაიმარჯვებს და ერთხელ და სამუდამ არ განთავისუფლდება რუსული რეჟიმისგან და ამ ქვეყანას არ ჩამოშორდებიან რუსი მმართველები, იქამდე შევეცდები ყველანაირი ბრძოლის ფორმის გამონახავს. ამ ეტაპზე რისიც მათ შემიძლია თამამად არის ერთი, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე არის ჩემი ბედი დამოკიდებული და ჩემი ბედი, მაგრამ არა ჩემი ბრძოლის ხაზი, ჩემი ბრძოლის გაგრძელების გზა და აჟინი. თავარი არის ეს, რომ არ დავკარგოთ რწმენა და იმედი, ციხეში ვიქნებით თუ არა, რომ ქართული ოცნება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. ახლა საკმაოდ მძიმე დღეებია საქართველოში, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოს 5 დღიანი ომის უმძიმეს შედეგებს ჩვენ გუშინ ძალიან მოღალატეობრივი განცხადებების ფიკური ვერსია მოვისმინეთ ცოტნე. მე ვნახე კოალიცია ცვლილების და პარტია ახალის განცხადება. თქვენც მინდა გკითხოთ, სადამდე შეიძლება მივიდეს დღევანდელი ხელისუფლება, როცა ის საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებს ომის დაწყებაში და აქ არ გულისხმობ მხოლოდ ზიზღის საერთო კამპანიას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის მთელი ერის, მთელი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. როგორია თქვენი პოზიცია იმ განცხადებებთან, რაც გუშინ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან? ამ რეჟიმს არაფერი აქვს საერთოდ ქართულთან. შეუძლებელია ქვეყნის ერთ-ერთი პირველი პირი გამოდიოდეს და საკუთარ ერს, საკუთარ მოსახლეობას აბრალებდეს ომის დაწყებას. ეს ხომ მხოლოდ სააკაშვილის მიმართული გასაშავებელი კამპანია არ არის, ეს ხომ ქართული ჯარის, ქართული სტრუქტურების, იმ ადამიანების, ვინც აგვისტოს ომში გმირულად აეცენ მათი სულების შეურაცხყოფა. რას ქვია ეხლა მე რა თქმა უნდა თავს დავიცავ, როდესაც ოკუპანტი შემოდის ჩემ ტერიტორიაზე და ჩემი მიწის მითვისებას ცდილობს. რა თქმა უნდა, ცნობილი ფაქტია, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო. ესენი იძახიან 8 აგვისტოს დაიწყო, სააკაშვილმა დაბომბა მძინარე ცხინვალი. რა აბსურდთან გვაქვს საქმე, რა ანტიქართულობასთან გვაქვს საქმე, უბრალოდ წარმოუდგენელი დონეა ამ ქვეყანაში. ყველაფერი იქითკენ მიყავთ, რომ ეს ქვეყანა ჩააბარონ რუსებს. ბოლო კარს ვინც დაკეტავს, ის გადასცემს პუტინს ამ ქვეყნის გასაღებს. ეს არის ივანიშვილის მართლობა. მე რატო გავიხსენე, იცით ცოტნე, ახლა თქვენს ისტორიას ძალიან გავს ის საერთოდ დიდი სურათში რო შევხედოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ქართული ოცნება ცდილობს ახლა რუსეთის თავდასხმა გაასაღოს როგორც მშვიდობის მყოფელი ჯარის შემოსვლა ცხინვალის ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით, რადგან თუ სააკაშვილმა საპასუხო ცეცხლი გახსნა 7 აგვისტოს და 8-ში შემოვიდა რუსული რეგულარული არმიის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ გამოდის, რომ პირველი ისროლა საქართველოს ხელისუფლების საჯარისო ნაწილებმა, ხო? მაგრამ თუ და რაც ფაქტი არის, რაც ისტორიაში არ დაიკარგება, ეს ხელნაწერები არ იწვის, ეს კადრები არ იწვის, ჩვენ ყველა მივიცით, როდის დაიწყო ბრძოლა, ჯერ კიდევ 6 აგვისტოს უკვე ფართომასშტაბიანი ომი დაწყებული იყო ცხინვალის ტერიტორიაზე, 2 აგვისტოს უკვე დაჭრილები ყავდა ქართული საჯარისო ნაწილების წარმორიგებს და გუშინ რაც ყობახიძემ განაცხადა, ეს არის ისტორიის გაყალბება, ეს არის ზუსტად იგივე
ზუსტად იგივე, რასაც აკეთებს ვლადიმერ პუტინი, იმიტომ რომ ის მუდმივად ცდილობს ისტორიის ახალი თავისებური ვერსიები შემოსთავაზოს მსოფლიოს და იგივეს აკეთებს ახლა ირაკლი კობახიძე, ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფრისგან შორს არ არის, მაგრამ ამას ახლა კობახიძე ამბობს, ამას ახლა ამბობენ დინარაძე, პაპუაშვილი, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2024 წლის წინა საარჩევნო შეგვამზადა ამ ამბისთვის, ოდესაც თქვა რომ ჩვენ უნდა გამონახოთ საკუთარ თავებში ძალა, ჩვენ უნდა გამონახოთ საკუთარ თავებში ძალა და ბოდიში მოუხადოთ რუს და აფხაზ და ოს ხალხსო. აი ამ დროს შეგვამზადა ჩვენ უკვე ბიძინა ივანიშვილმა და მაშინ დაიწყო უკვე ისტორიის გადაწერა. ეს ხო ფაქტია. მაგ ძალიან კარგი გამონათქვამი აქვს ქართველებს. იშლება დაფა, არ იშლება ისტორია. კი ბატონო, ცოტა ძალიან დიდი მადლობა.